გეგმება უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება, ვიცით რომ სამთავრობო კომისიის ხდომა უკვე გაიმართა, კონცეფცია უნდა შემუშავდეს პირველ რიგში, საინტერესოა რა პრინციპებს დაეფუძნება ეს კონცეფცია და რა არის ეს მიმდინარე გამოწვევები, რის გამოც გადაწყდა რეფორმის ჩატარება. დღეს პრაქტიკულად დეტალური განხილვა ქონდა უკვე და რეალურად უკვე გამოიკვეთა კონცეფციის ძირითადი მიმართულებები, თუმცა წინ არ გავუსწრებ მოვლენებს და უახლოეს მომავალში. ჩვენ ვფიქრობთ, თვის ბოლომდე უკვე შევძლებთ კონცეფციის შემუშავებას, მომზადებას და შემდეგ უკვე გვინდა დავიწყოთ უფრო ფართო განხილვა საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, გვინდა ძალიან სწრაფი ტემპით წარიმართოს ეს პროცესი, იმიტომ რომ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ქონდა გარკვეული ხარვეზები და ჩავარდნები, შედარებით არსებითი, ასე ვთქვათ, ფორმით და მოცულობით ეს იყო განათლების სისტემა, ეს შეგვიძლია ვაღიაროთ, ამიტომ ახლა აღარ უნდა დავგვარგოთ დრო და მაქსიმალურად ასე ვთქვათ, მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ვითარება რადიკალურად გაუმჯობესოთ. ნუ საერთო სურათი რაც არის, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, არის პრობლემები ყველა მიმართულებით, როცა საუბრობთ უნივერსიტეტებზე, უმაღლეს განათლებაზე. ნუ დავიწყებ ყველაზე ესეთი თან მარტივი თართული თემით, ეს არის ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. არც სასწავლო კუთხით, სწავლების კუთხით, არც სტუდენტების სხვადასხვა ინტერესის რეალიზების კუთხით, მათ შორის იგივე სპორტული ინფრასტრუქტურა და შემდეგ, გვინდა რომ მაქსიმალურად განავითაროთ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლების სერიოზული პრობლემა, ჩვენ გვინდა რომ რადიკალურად შევცვალოთ ეს ვითარება 3 წლის თავზე. ასევე არის პრობლემები თვითონ სწავლების შინაარსის ნაწილში, რაც არის ბუნებრივია მთავარი საკითხი, რაც უნდა ეხებოდეს. უმაღლესი განათლების რეფორმა, სასწავლო პროგრამები უმეტესი მიმართულებით არის არსებითად დასახვეწი, საკადრო საკითხები არის სხვანაირად მოსაწესრიგებელი. სისტემაც კი არ არის სწორად ჩამოყალიბებული. მე მაგალითად მოგეხსენება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვასწავლი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ნუ რასაც ხედავთ დღეს სისტემას არის როგორც ესე არ ყავს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები, რაც არის სერიოზული პრობლემა. არავითარი კავშირი არ არსებობს სწავლებასა და კვლევას შორის, თითქმის არავითარი კავშირი, ძალიან სუსტია, უბრალოდ ვთქვათ ეს კავშირი. არ გვაქვს ძირითად საგნებშიც კი სახელმწიფოებრივი წარმოადგენთ საუბარია ძირითად საბაზისო საგნებზე, აღარაფერს ვამბობ დამატებით საგნებზე, არჩევით საგნებზე. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები. შრომის ანაზღაურება არის საკმაოდ დაბალი. შეიძლება მრავალი კუთხით, საკადრო თვალსაზრისით, მეშველიანი ცვლილებების განხორციელება, რომელიც თვისებრივად გაუმჯობესებს სწავლების ხარისხს. არის უამრავი საკითხი, რასაც ვეხებით, ჩვენ გვინდა რა, რომ 3 წლის თავზე 2028 წლის ბოლომდე მივიღოთ სრულად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სრულად განსხვავებული სისტემა, განახლებული და დახვეწილი სასწავლო პროგრამები, სახელმწიფოებრივი უკეთესი საკადრო პოლიტიკა, გაზელი ანაზღაურება, უმაღლესი განათლების სფეროში და რა თქმა უნდა, მთავარი ორიენტირი არის სტუდენტი. სტუდენტს დღეს არ მიეწოდება, ნუ საშუალოზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, სათანადო განათლება და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 2028 წლისთვის უკვე ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი, ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა. თავისუფლად არის ეს ყველაფერი შესაძლებელი. ეს არის საუნივერსიტეტო რეფორმის ამბიციური მიზანი. სტუდენტებისთვის საკუთარი ინტერესების რეალიზების უკეთესი შეასრულება და შემდეგ. ამ ყველაფერზე იქნება აგებული რეფორმის კონცეფცია, ნუ დანარჩენს უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. უიაზრება თუ არა მათ შორის გამოცდების მოდელის ცვლილება და ასევე უნივერსიტეტების გამსხვილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებს გულისხმობ. ნუ რეალურად რეფორმა მოიცავს ძალიან ბევრ საკითხს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაფერს არ გავუსრებ წინ, მაგრამ ბევრი მიმართულებით შეიძლება რესურსების ოპტიმიზაცია, რაც შეეხება გამოცდების სისტემას, იქაც შეიძლება მშრალობის გაგრძელება, რაც შეეხება ოპტიმიზაციას, იქ ბევრი მიმართულებით არსებობს, რა თქმა უნდა, სივრცე. ან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს სისტემა ვერ მუშაობს სამწუხაროდ გამართულად და პირველ რიგში მთავარი შედეგი არის ის, რომ სათანადო ხარისხის განათლებას ვერ ვაძლევთ ჩვენ სტუდენტს, საშუალო ასე ვთქვათ, მოცემულობა არის საკმაოდ არასახარბიელო
და შეგვიძლია ეს ყველაფერი რადიკალურად შევცვალოთ 4 წლის თავზე 2028 წლის ბოლომდე. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი